რატომ ვერ პოულობს ბევრი ადამიანი გერმანიაში სამსახურს? მიუხედავად იმისა, რომ ხალხი სჭირდებათ. ხშირად მესმის ხალხი სჭირდებათ და მაინც რატომ ვერ ვიწყებ მუშაობას? გერმანიაში მართლა არის კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა, ანუ სპეციალისტები ბევრ სფეროში სჭირდებათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ავტომატურად აიყვანა. პირველი მიზეზი არის anerkennung, დიპლომის ან პროფესიის ოფიციალური აღიარება. თუ შენი პროფესია გერმანიაში აღიარებული არ არის, შეიძლება საკუთარ სფეროში ვერ იმუშაო. მეორე, Sprachniveau, ანუ ენის დონე. ბევრი ამბობს, ცოტა ვიცი გერმანული, მაგრამ დამსაქმებელი ხშირად მინიმუმ B2 დონეს ითხოვს. როცა, რა თქმა უნდა, საკითხი გაცილებით მაღალ ხელფასებსაც ეხება. მესამე პრობლემა ბევერბუნგი. სამუშაოზე განაცხადი გერმანიაში, CV, მოტივაციის წერილი. ძალიან კონკრეტული ფორმატით უნდა იყოს შედგენილი. აქ დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევენ და ბოლოს გერმანიაში ყველაფერი მინდის პროცედურით, წინასწარი ჩაწერით, ბეშაიდ ოფიციალური პასუხი გადაწყვეტილებაზე. აქ ყველაფერი კეთდება. ან დღეს მივედი და ხვალ დავიწყო, სამწუხაროდ მასე არ არის. ამიტომ პრობლემა ხშირად არ არის იმაში, რომ სამუშაო არ არის. პრობლემა ეს არის მომზადებაში. თუ სწორად მოემზადები, გერმანიაში შანსი რეალურად არსებობს. და თუ გინდა რომ ეს პროცესი სწორად გაიარო, მოგწერე პირადში და დაწერე კონკრეტულად რაში გჭირდება დახმარება. CV-ს შედგენაში, სამოტივაციო წერილში, განაცხადის გაგზავნაში თუ სხვა ეტაპზე აუცილებლად დაგეხმარებით მაქსიმალურად. მთავარია მარტო არ დაიწყოთ ეს გზა. რატომ ვერ პოულობს ბევრი ადამიანი გერმანიაში სამსახურს? მიუხედავად იმისა, რომ ხალხი სჭირდებათ. ხშირად მესმის ხალხი სჭირდებათ და მაინც რატომ ვერ ვიწყებ მუშაობას? გერმანიაში მართლა არის კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა, ანუ სპეციალისტები ბევრ სფეროში სჭირდებათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ავტომატურად აიყვანა. პირველი მიზეზი არის anerkennung, დიპლომის ან პროფესიის ოფიციალური აღიარება. თუ შენი პროფესია გერმანიაში აღიარებული არ არის, შეიძლება საკუთარ სფეროში ვერ იმუშაო. მეორე, Sprachniveau, ანუ ენის დონე. ბევრი ამბობს, ცოტა ვიცი გერმანული, მაგრამ დამსაქმებელი ხშირად მინიმუმ B2 დონეს ითხოვს. როცა, რა თქმა უნდა, საკითხი გაცილებით მაღალ ხელფასებსაც ეხება. მესამე პრობლემა ბევერბუნგი. სამუშაოზე განაცხადი გერმანიაში, CV, მოტივაციის წერილი. ძალიან კონკრეტული ფორმატით უნდა იყოს შედგენილი. აქ დეტალებს დიდ ყურადღებას